სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა იმ დიდ საიდუმლოებას, რომელსაც განკაცებული ღმერთი ქვია და ჩვენი ღმერთთან ყოფობა, რომელსაც ჩვენი გონება ვერ მიწვდება, ამ დიდ საიდუმლოებას გონება მიუწვდომელს მასთან მის სასვლელ გზებს, ამ ყველაფრის გათავისებას რაღაც გვიმარტივებს ერთგვარად უფალი. ჯერ ერთი რომ ადამიანად მოვიდა და გვითხრა რომ ვინც მას დავინახავთ და შევიცნობთ ამით ტრანსცენდენტულ ღმერთს, გალაქტიკების შემოქმედს დავინახავთ და გალაქტიკების შემოქმედს შევიცნობთ, ვისაც მასთან ურთიერთობა გვექნება, ეს ურთიერთობაა ზუსტად სასופველი და სამოთხე და უკვე აქვე წინაგემოს მხილველი ხვდებით, გონება მიუწვდომელი სიხარულისა, რომელიც არ თვალს უხილავს, არც ყურს არ სმენია და არც ღულს არ შეხებია, მისდამი ერთგულებით ისწავლება ღმერთის სიყვარული, რომელიც არავის გვინახავს. გუშინაც გითხარით, რომ სიყვარულია ის გრძნობა, ის ბუნების ენერგია, რომელიც ღვთისაგან გვენიჭება, რითაც ჩვენ ვცხოვდებით და რაც არ გვინახავს იმის შეყვარება ძალიან რთულია, ხოლო ღმერთი რადგან ადამიანად მოვიდა, შესაძლებლობა მოგვეცა და მოვიდა ადამიანად, არა პასიურ ადამიანად, არამედ ის ჩვენთვის იღწვის და ჩვენთვის კვდება და როცა ადამიანი ამ ყველაფერს ითავისებს, მერე მას ეიოლება შედარებით, რომ მანაც შეიყვაროს ღმერთი და სწორედ ის, ვისაც ხედავთ, ვისიც გვესმის, ვინ ჩვენთვის მოკვდა და ვის მზრუნველობასაც გონიერი და მადლიერი ადამიანი გძნობს და აღიქვავს, ხა უმადური ვერაფერს ვერ აღიქვავს, მაშინ ადამიანს ეიოლება უკვე მისის შეყვარებას, ანუ გაგვიოლა გზები. მან დაარსა ეკლესია და ჩვენთვის ეს ყველაფერი, რაზეც აქამდე საუბრობდი, რადგან შორს მყოფ ობიექტურად აღსრულებულ რეალობად კი არ დაგვიტოვა მხოლოდ, არამედ თითოეული ადამიანის, რომ რა ეპოქაშიც არ უნდა დაიბადოს, თითოეული ადამიანის აწმყოთ აქცია ეკლესიის მიერ. ანუ ეკლესიის მიერ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს აწმყო ხდება, იმიტომ რომ ეკლესია ეს არის არა უბრალოდ ადამიანთა თავშეყრა, ადამიანთა ერთობა, არამედ ადამიანისა და ღმერთის ერთობა, რამე თუ ეკლესია დაარსდა მაშინ, როდესაც სულიწმინდა ღმერთი გარდა მოვიდა მოციქულებზე. და რადგან ღმერთში არ არის დრო, რადგან ეკლესია ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, ქრისტესი, ანუ სხეული ქრისტესი, ამიტომ ეკლესიაში ღვთის განმცდელი ადამიანი, ღვთის გამცდელი, ანუ საიდუმლოების განმცდელი ადამიანი, თითქოს ეს 2000 წლოვანი დროის მონაკვეთი ამოვარდება საერთოდ სამყაროს ყოფიერებიდან და რეალურად ხვდებით გამცდელი, განკაცებული ღმერთისა, მასთან ერთობისა, მის საიდუმლოსერობაზე დასწრებისა. და ყველა ის სიტყვა, რომელიც მან შემოგვინახა თავის წმინდა სახარებაში, ეკლესიის მიერ, ესეც მინდა გითხრა, თუ სახარება ეკლესიის მიერ არსებობს და სახარება ეკლესიის მიერ, როგორც ღმერთკაცობრივი მისტიკური სხეულის მიერ არის შენარჩუნებული, რაც სამწუხაროდ სექტანტებს ავიწყდება და გონიათ, რომ სახარება რაღაც ციდან ჩამოუვიდათ მათ და ეს მათი საკუთრებაა, მე არ ვიცი რატო ფიქრობენ ასე, რატო ასკვნიან ასე, იმიტომ ეკლესიას უარყოფენ. როგორ შეიძლება ვაშლი გინდოდეს და ხე მოჭრა და გადააგდო, როცა ეს ვაშლი მხოლოდ ხის მიერ არსებობს. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცი და ეს სიტყვაც დაგვიტოვა ამ სიტყვის მიერ, რომელიც წმინდა წერილშია განცხადებული, ჩვენ შეგვიძლია განკაცებული ღმერთის ნება ისევე გავიგოთ, როგორც ამას მოციქულების პერიოდში მყოფი ადამიანი გაიგებდა. და ამას დაემატა ის, რომ ეკლესიის წიაღში გარეგანი რიტუალური მხარე აღვსებულია საღვთო მადლითა და ენერგიით. ადამიანი სამჯერ წყალს ასხავენ მას და მას ეძლევა მადლი, მას ეძლევა ღვთისმშობლის მადლი, რომლის მიერაც მას ეძლევა შესაძლებლობა ქრისტეს უერთგულოს, ანუ ის თავიდან იბადება როგორც ღმერთის შვილი, მირონცხებით მას ენიჭება უამრავი ნიჭები პოტენციურად და სწორედ ცხოვრების შემთხვევაში ეძლევა შესაძლებლობა, რომ ეს ნიჭები აღორძინდეს და გამრავლდეს მასში და ეკლესიის აღშენებობაში აქტიური უჯრედი გახდეს და არა პასიური, იმიტომ რომ პასიურები ჩვენ ვერ ვცხოვდებით, ცოცხლები უნდა ვიყოთ და მირონცხების საშუალებით ჩვენ ეს გვეძლება და ზიარების საშუალებით, როცა პური და ღვინო გარდაესახება ხორცსა და სისხლად, ჩვენ გვეძლება შესაძლებლობა გავხდეთ ღვთის ტაძარი და ჩვენში დამკვიდრდეს თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამიტომ ეზიარებით ჩვენ ვიღებთ მას ბაგეებით, მაგრამ გულში ვანდება, ანუ ადამიანის მისტიკურ სიღრმეში შემოდის იესო ქრისტე. ყველა პირობა შეგვიქმნა და ჩვეულებრივი ადამიანური საკვები პროდუქტებით, პურითა და ღვინით, რომელიც
საღვთო მადლის მიერ გარდაისახება, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ღმერთი ჩვენში დამკვიდრდეს, ჩვენი ბუნების განხთობის პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდეს და საბოლოო ჯამში, ესე იგი, განვიღმრთოთ და განვიცადოთ ჯერ კიდევ ცოცხლებმა, როგორც ფერისვალების წინ ამბობს, უფალი არიან ვინმე აქა მდგომარენი, რომელიც სანამ სიკვდილის გამო იხილავენ, მანამდე იხილავენ ღმერთს დიდებით. აი მანამდე ეს მოხდეს ჩვენში, როგორ ღმერთს დიდებით ვიხილავთ არა ჩვენს გარეთ, როგორც მოციქულები ხედავდნენ, არამედ ჩვენ შიგნით, იმიტომ რომ ქრისტე ჩვენში მკვიდრდება. აი ესე გაიოლებულად შეიძლება დავხატოთ ჩვენ ადამიანის ცხოვრება და ნახეთ რა კარგია და რა ბედნიერება. მაგრამ და ეს მეორე მხარე, თუ არ შესრულდა ამ პირველი მხარის ყოფნას ჩვენს ცხოვრებაში აზრი აღარ აქვს. პირიქით იგი ძალიან დიდ განსასწრებლად მოგვევლინება, როგორც უპასუხისმგებლო არსებებს, რამე თუ მივიღეთ ასეთი წყალობა და უარყვავით ჩვენი აი ამ უპასუხისმგებლობით, რამე თუ ეს მედლის მეორე მხარე ჩვენ ცხოვრებაში არ შესრულდა და რა არის ეს მედლის მეორე მხარე? როგორ არისო დასაბამისი ბზნისა? ეს არის შიში ღვთისა. როცა ადამიანს, რომელიც სიამაყის ძირიდან არის აღმოცენებული და ეს სიამაყის ძირი ადამიანის ცოდვით დაცემული ბუნებაა. ადამიანს, რომელიც პრობილ აღმოჩნდა საკუთარი თავის განდიდებით, ღმერთები იქნებით, დიახაც ჩვენ უნდა განვიღმრთოთ. ოღონ ადამიანის შემთხვევაში ღმერთები ვიქნებით ღმერთის გარეშე, ეს დემონური მდგომარეობა, რაც დაემართა ლუცეფერს, ანუ ღმერთობა ღმერთის გარეშე. თორე დიახაც ჩვენ უნდა განვიღმრთოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენში ღმერთი იცხოვრებს, რა შემთხვევაში იცხოვრებს ღმერთი, როცა მისნაირი ხდები, რა შემთხვევაში ხარ მისნაირი, როცა სიმდაბლით, დაბალცნობიერებით ცხოვრობ, ამით ემსგავსები ქრისტეს. რა შევლინდება ამ დაბალცნობიერება მორჩილებით, აი ეს შეპყრობილობა ადამიანისა, რომლისაგანაც მე უფალმა გაანკურნა და ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა, როგორც ხაზზეც ხედავთ, სინანულით და მე ღმერთმა რო ამოიყვანა. მაგრამ აი ეს ძირი, რაიდანაც ჩვენ აღმოვცენდით, ეს ძირი განკურნებულია უკვე, პერსონალურად განკურნებულია, მაგრამ ეს ძირი არსებობს ჩვენში, კაცობრიობაში. და მე ამ კაცობრიობის ნაწილი ვარ. ეს ძირი სიამაყის ძირია. მე ღმერთის გარეშე შემიძლია ვიყო ღმერთი, ეშმაკის ნება ჩემთვის სასიამოვნოა, იმიტომ რომ მე მას დავემორჩილე და გარეგანი ცხოვრების წესით ვფიქრობ ჩემი თავის ყოფილებას და რეალიზებას, ჩემი შინაგანი სამყაროს განვითარების და რეალიზების გარეშე. ეს მდგომარეობა აქ ყველა ადამიანს, ამ მდგომარეობით შემოდის ადამიანი ეკლესიაში. აი ეს მედლის მეორე მხარეა სწორედ ეს არის, თუ შენში არ ებრძოლე ძირს, ადამიანსეულ ძირს, რომელიც პირველ მშობლისაგან მოგვეცა და ახალ ადამიანის ძირზე არ გადაენერგე, ანუ ქრისტეზე. და ეს მხოლოდ დაბალცნობიერი ადამიანს შეუძლია, მხოლოდ მორჩილ ადამიანს შეუძლია. თუ არ გადაენერგე, დანარჩენი ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ იოლია, ჩვენთვის იქნება არაფერი. უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში პასუხისმგებლობა საშინელი. როგორც პეტრე მოციქულიც ამბობს ამას და პავლე მოციქული კიდევ უფრო საშინლად საუბრობს, რა ელოდება ადამიანს, რომელიც ერთის მხრივ მოექცევა, ქრისტეს თითქოს შეიმეცნებს, იწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას, მაგრამ იმ მეორე მხარეს არ ასრულებს. უფალი ამბობს, ვინც იცის მეტი იცის, მეტად იგვემება და ეს გვემა ძალიან ხატონათაა გამოსახული პეტრე მოციქულს და საშინლად პავლე მოციქულს იკითხეთ მათი ეპისტოლეები. და ეს არ არის თამაში, ეს არის რეალობა. ამიტომ ზიარება, რომელიც ერთგვარად გაიოლებულია, შეჭამე და ღმერთი შენთან არის. რატომ? იმიტომ რომ ეგრე თქვა ქრისტემ, ვინ შემჭამს, მე მასთანა ვარ, რა კარგია, შევჭამოთ და ქრისტე ჩვენთან იქნება. და რამდენი წელია ვჭამთ ქრისტეს ხორცსა და სიეს? და რამდენად გავართ ჩვენ მე ქრისტეს? რამდენად ვართ იმ მდგომარეობაში, რომ არ დავიცვლებით და წარუდგებით ღვთის წინაშე, თუ ჩვენ ცხონდებით, ნახავთ როგორიც ის არის ჩვენი ისეთები ვიქნებით. რამდენად ვართ ჩვენ ისეთები? ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ მე ვარ, გადასარევია. ისე როგორც ფარისევლებს რო ესაუბრებოდა, სიბრმავეზე და თვალხილულობაზე საუბრობდა და ჩვენო ბრმები ვართო? ქრისტე რასეუნება ხო გახსოვთ? თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ თვალხილულები ხართ. და ამიტომაც ეს თქვენ სასჯელად იქცევა. როცა ადამიანი ბრმა არის, ფარისეველი იყო ბრმა, ფარისევლები იყვნენ ბრმები და მათ ჰქონდათ პრეტენზია, რომ იყვნენ თვალხილულები. პირველ ადამიანს როგორც ძირს არ ვცილდები, შეპყრობილი ვარ სიამაყით, პატივმოყვარეობით, ეგოიზმით, საკუთარი თავის განსაკუთრებულობის აღქმით და ასე შემდეგ. მაგრამ ამავე დროს მაქვს პრეტენზია, რომ ახალი ადამიანის ნერგიდან აღმოცენებული ვარ. როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი ამას? ერთადერთი გზა არსებობს ამის მიხვედრის. ერთადერთი გზა მიხვდე, სადახარ ახალ თუ ძველ ადამიანის ნერგზე ხარ, ერთადერთი გზა ეს არის მორჩილება.
წმინდა ეკლესიისა და ასაც მოიცავს ეკლესია თავისი 2000 წლოვანი გამოცდილებით. და ეს რა გამოცდილებაა? იკითხეთ წმინდა მამებიდან, ახავთ რა გამოცდილება. სულ ამბობთ, იკითხეთ. ვიტყვი რომ წიგნები უნდა იკითხოთ, გავა 2 კვირა, კაცი შვილი წიგნებს აღარ კითხულობს. ვიტყვი, მე ისევ წავლენ იყიდებ. ეს რას ნიშნავს? ვთამაშობთ? ვინც არ კითხულობს წმინდა მამებს, ის ეთიშება 2000 წლოვან გამოცდილებას ეკლესიისას და მეცას გეტყვით. აქაც ტყილად გას, რასაც მე თქვენ გეუბნებით, ვერაფერს ვერ გაიგებს ადამიანი, იმიტომ რასაც მე თქვენ გეუბნებით, აღმოცენებულია ამ 2000 წლოვანი გამოცდილება წმინდა მამებიდან, წმინდა წერილიდან და ვერ გაიგებთ, თუ თქვენ თავზე თქვენ თვითონ არ იმუშავეთ. შეუძლებელია ადამიანს გაიგოს და აღიქვა. ადამიანს ამის უნარი არ აქვს. ადამიანი თუ რომელიც თვით შემეცნებას ეკლესიის მიერ დატოვილი საგანძურით, რათა წმინდა მამათა თხუზულებები ქვია, ამ განძის მიერ არ იკვებება და თვით შემეცნებას და თვით განვითარებას არ ეწევა სულიერ ცხოვრებაში. მას არ აქვს უნარი აღქმისა. აი როგორც ბავშვობიდან თუ არ მიეჩვია კითხვას, ანალიზის გაკეთების, ანალიზის უნარი თუ არ მიეცა და ასე შემდეგ ის მე დასრულ ასაკში ვეღარ ახერხებს εμის აღქმას, განცდას, წაკითხულსაც ვეღარ იგებს. ანალიტიკური აზროვნება არა აქვს. აქაც ესია. და ჩვენ ყველანი ბავშვები ვართ. მოვედით სულიერ ცხოვრებაში და როგორც ბავშვებმა უნდა დავიწყოთ განვითარება, განსწავლა და ამას თუ არ ვაკეთებ, შედეგი ნულოვანი იქნება. დღეს იცით დიდი ხუთშაბათია და ეს დღე ნებიშვიდეულის ხუთშაბათი, როგორც სხვადასხვანაირად უწოდებდნენ წმინდა ზიარების საიდუმლოების დაარსების დღე, ეკლესიის დაბადების დღე, სხვადასხვანაირად შეიძლება. ცოტა უფრო ფართო გაგებით, დიახაც ზიარების საიდუმლოების გარეშე ხო ეკლესია არ არსებობს, ამიტომ ეს პროცესი დაიწყო ეკლესიის დაარსებისა და წინ სწრებით ჯვარცმამდე. რატო? იმიტომ რომ ქრისტე მოკვდა, ანუ ჩვენთვის მოკვდა, ჩვენთვის დაღვარა სისხლი და ამ თავის ხორცსა და სისხლს გვაძლევს, ხო? მისტიკურად ესია. მაგრამ წინსრებით გაკეთებული ნიშნავს, იმიტომ რომ ღმერთთან დრო არ არის, ჩვენთან არის გუშინ, დღეს და ხვალ და ქრისტე კიდევ მარადიულად ერთა იგივეა. ამიტომ ბევრი რამის მანიშნებელია, რომ წინსრებით გააკეთა და სხვადასხვა ობიექტური მიზეზის ჰქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი მაინც ის არის, რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა ძალიან. და კიდევ ერთხელ გვიწევს გადააზრება იმისა, როცა ჩვენ მეზიარებით რას ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს არის უსასრულო თემა, რომელზეც 2000 წლის განმავლობაში საუბრობს ეკლესია და მისი ამოწურვა შეუძლებელია. ამიტომ დღეს ვფიქრობთ, რომ აი პავლე მოციქულს დავესესხოთ და რასაც ის გვეუბნება, ის კიდევ ერთხელ გავიგოთ, რაც დღეს აღმოკითხულიც იქნა. ეს არის კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე. მე მინდა გითხრათ, რომ რასაც პავლე მოციქული გვეუბნება არა იმიტომ, რომ იქ ესწრებოდა, თავისთავად ცხადია იცით, რომ პავლე მოციქული ესე სანამ ქრისტეს ხორციელად არ შეხვედრია, მერე გახდა მისი მოწაფე. ამიტომ მან არ იცის უშუალოდ იქ არ ესწრებოდა და რა მოხდა, მაგრამ მან ზუსტად იცის იქ რა მოხდა, იმიტომ რომ მას უფალი მერე ასწავლის. პავლე მოციქული საუბრობს კორინთელთა მიმართ ეპისტოლე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეპისტოლე სხვათა შორის, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრ მანკიერებებზეა საუბარი, რაც კორინთოს ეკლესიაში არსებობდა. და ეს მანკიერებები საინტერესოა ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ზუსტად სრულდება თანამედროვე ეკლესიაშიც და ხდება. და პავლე მოციქული ამბობს, ვინაიდან ჯერ ერთი მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, ესეთი ტერმინია კიდევ, შევიკრიბოთ ეკლესიად. შევიკრიბოთ ეკლესიად ნიშნავს შევიკრიბოთ ღვთისმსახურებისათვის და ევქარისტიული მსახურებისა და ზიარებისთვის. შევიკრიბოთ ეკლესიად ნიშნავს ზიარებისთვის ვიკრიბებით, წირვას ვატარებთ. როდესაც ეკლესიად იკრიბებით, ანუ რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი, ანუ მგეუბნება რას, როცა თქვენ საზიარებლად ევქარისტიული მსახურებისთვის იკრიბებით, ანუ ადამიანი რომელიც წირვაზე მოდის და არ ეზიარება, ის ეკლესიად არ იკრიბება. ეს პრაქტიკა, ეს საშინელი პრაქტიკა, რომელიც გავრცელებულია. რომ ადამიანები მოდიან, ეკლესიის წევრები, აღსარებლები, მაზიარებლები, სასიკვდილო ცოდვებს რომ არ ჩადიან სასიკვდილო, არ კლავენ, არ მრშობენ, არ ნარკომანობენ, რაღაცას არ ყაჩაღობენ. ჩვეულებრივად ცხოვრობენ, ყოველდღიური ცოდვებით, რა თქმა უნდა, მაგრამ მონანულები არიან, დგას წირვაზე და არ ეზიარება. ანუ რა გამოვიდა? ესე იგი ტყილა მოვიდა, იმიტომ რომ ეკლესიად შეკრება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეზიარებით, თუ არ ვეზიარებით, ეკლესიად არ ვიკრიბებით. და ეკლესიაში როცა იკრიბებით, თქვენ შორის განხეთქილება ხდება. საუბრობს პავლე მოციქული განხეთქილებას და ნახეთ, აი აქ განხეთქილება რატო აუსვავს ხას განხეთქილებას? იმიტომ რომ თუ შენ აქ ხარ, მაგრამ ხარ როგორც როგორც ხშირად მოყვავს ხოლმე მაგალითად ჭეჭყვაში, მეტროში ხარ რა, მეტროში რო ხარ, ჭეჭყვა ამბობენ ძალიან მაგარი ჭეჭყვაო, ხო მეტროში. მეტროში რო ჭეჭყაში ხარ, იმ ადამიანებთან, ვისთანაც ჭეჭყვაში იმყოფები, ისინი შენი ახლობლები ხდებიან, რაც უფრო მაგრად დაიჭეჭყები, უფრო ახლობლები ხდებიან. შენი ვაგონის წევრები, ხო არა? ანუ ფიზიკური სიახლოვე რეალურად სიახლოვეს არ აჩენს. ხო სწორია? თქვა დგავარ სადღაც, ხო? აი რა კარგია, რომ ერთად ვართ. ვართ ერთად? რადგან ფიზიკურად ვარ? არა. ისევ როგორც
მეტროს ვაგონში ჩაჭუჭყული ხარ იქ, ეს ხო არ ნიშნავს ერთობას, ასევე არ ნიშნავს ერთობას, აქ მოსვლა და დგომა. მოვედი, წირვას ვესწრებით, გავიქეცი, მოვედი, წირვას ვესწრებით, გავიქეცი. ეხლა აქ სულ ერთია ვინ არიან, როგორ არიან, არანაირი კავშირი, ერთობა არც მაქვს, არც სურვილიც არ მაქვს და შეუძლებელიც კი არის ამდენჯერად სად ეს ერთობა, არაფერი გამომივიდა. დამერწმუნე რომ ან სამრევლო უნდა გამოცვალო, რაღაცა უნდა ქნა, თორე სერიოზული პრობლემების წინაშე ხარ, იმიტომ რომ აი ეს განხეთქილება ხდება, განხეთქილება ერთმანეთს შორის, ბრევლის წევრებს შორის. ეს არის ის, რასაც პავლე მოციქული საუბრობს, რაც ძალიან ცუდია და ნახეთ პავლე მოციქული რას ამბობს პირველ საუკუნეში და თავის სულიერ შვილებზე, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდევაც. რატომ მჯერა? მან ხო გაიგო ეს ამბავი ხდება, მაგრამ არ უნახავს ჯერ და მჯერა, რატო ჯერა? იმიტომ რომ იცნობს. გესმით, პავლე მოციქულთან არიან, მათი მოძღვარი პავლე მოციქულია და ის რომელიც სიყვარულს უგალობს, ჰიმნი აქვს სიყვარულზე, ხო? და ამ დროს ერთმანეთთან რა პრობლემები აქვს. ეს რას ნიშნავს? რომ პავლე მოციქულის ვერ გიშველით. თუ თქვენ ზუსტად არ მიხვდებით ქრისტიანობა რას ნიშნავს. ეგეც არ იყოს. როცა იკრიბებით უფლისერობისთვის, როდი იკრიბებით, აი აქ კიდევ ერთი საინტერესო რაღაცა. როცა იკრიბებით, რატომ არის ეს განხეთქილება? იმიტომ რომ უფლისერობისთვის არ მოდიხართ. ანუ რა არის უფლისერობა? საიდუმლოსერობა. რა არის საიდუმლოსერობა? როცა ვზივარ და უფალი თავის ხელით გვაზიარებს. აბა მაგისთვის მოვდივარ, აბა რისთვის მოვდივარ, ადამიანი თქვის, ხო უნდა ვეზიარო. როგორ? იუდაც ხო ეზიარა უფლის ხელით. ანუ, ნახეთ, იმ შემთხვევაში ხარ სერობაზე, როცა შენს გვერდზე ძმა რო გიდგას, გიყვარს ის, მასთან ერთად აიგივებს საკუთარ თავს და არა იუდასავით, რომელსაც საერთოდ არ ესმოდა ეს ხალხი, რას ფიქრობს, რას აკეთებს, ერთი სული ქონა გაქცეულიყო იქიდან. აი ეს არის, ამიტომ გვახსენებს, რომ აქ ვიკრიბებით ქრისტესთან ერთობისთვის, უფლისერობა ამას ნიშნავს ქრისტესთან ერთობისათვის და თუ შენ გვერდზე მდგომი ძმა არ გიყვარს, ეს ტყუილი არ გამოდის ეს ქრისტესთან ერთობა, გესმით? იმიტომ რომ უფალმა თქვა, რომ იმით მიხვდებიან, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთს. და თუ ერთმანეთი არ გეყვარებათ, თქვენ ჩემი მოწაფეები არ ხართ და ჩემი ხელიდანაც რომ ეზიარო, იუდასავით აღმოჩნდები და განვარდილი აღმოჩნდები გარეთ. ეხლა აღზელებს, მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით, რომ უფალმა იესუმ აიღო თავის გაცემის ღამე პური და მერე ზუსტად იგივე სყვება, რასაც მოციქულები, რომლებიც ესწრებოდა საიდუმლოებას, საიდუმლოსერობას, აღიქვამენ. არ თითქოს იქ არის, ანუ იგივე იცის ოღონ უფლისაგან. ეს ამას რატო აქვს მნიშვნელობა? როდესაც პავლე მოციქული მკაცრად საუბრობს ზიარების წინა აუცილებელ პირობაზე, სიყვარულზე, როგორც ზიარების წინა აუცილებელ პირობაზე, ჩვენს დაძმურ ერთობაზე, როგორც ზიარების წინა და მეგობრულ ერთობაზე, როგორც ზიარების წინა აუცილებელ პირობაზე, ჩვენ უნდა ვენდოთ პავლე მოციქულს, იმიტომ რომ თვითონ ზიარების შესახებ თავად უფალმა მას პირადად ასწავლა. მოციქულებისგან კი არ მიიღო, თავად მას უფალმა პირადად ასწავლა გამოცხადებით. როგორ შეიძლება რომ მას გამოცხადებით ქრისტესაგან მიიღო ეს ცოდნა და არ ცოდნოდა ის, რასაც ამბობს ზუსტად, დიახ ზუსტად იცის, განხეთქილება იქნება ჩვენ შორის არანაირი აზრი, განხეთქილებაში ყოფი ადამიანისათვის ზიარებას აზრი არ აქვს. და იუდას მდგომარეობაში აღმოჩნდება კიდე ხას უსვამს. ვინც ამ პურს შეჭამს, ან უფლის სასმის შესვამს უღირსად დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. როგორია ხა ქრისტეს წინაშე დამნაშავე რო ხარ? აი ის რაც მე თავში გითხარით, გამარტივებული შევჭამე, ქრისტე ჩემთან არის. მაგრამ პავლე მოციქული მეუბნება, თუ ღირსად შეჭამე, ქრისტეს წინაშე დამნაშავე ხარ. რას ნიშნავს ქრისტეს ხორცი? ნახეთ, ქრისტეს სხეულის და სისხლის, ანუ ქრისტეს ხორცსა და სისხლის წინაშე დამნაშავე, მისი ადამიანური ბუნების წინაშე დამნაშავე. მისი მტანჯველი ხარ. მას ტანჯავ, მას კლავ, ჯვარს აცვავს, განაგდებ შენი თავიდან. ანერწყვებ, ჯოხს უტყავ და ასე შემდეგ. ამას ნიშნავს, ღალატობ, ამას ნიშნავს. იმიტომ ის სხეულის წინაშე დამნაშავე, ამას ნიშნავს. მაშ გამოცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს პორიდან და ამ სასმისგან ისე სვას. გამოსცადოს, გაიგო ვინახარ, უნდა იცოდე ვინახარ, მეტნაკლებად. და გეტყვით რას ნიშნავს ესა თქვენ იცით პრინციპში მე უბრალოდ გავიმეორებ. რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვავს, თავისივე განკითხვას ჭამს და სვავს. ანუ ნახეთ, ვეზიარები და ჩემ განკითხვას ჭამ და ვეზიარები. ანუ ჩემ სასჯელს განკითხვას, ჩემ სასჯელს ვეზიარები. აი, როდესაც ევქარისტიული საიდუმლო ხდება და როცა ჩვენ სულიწმინდის მოწვევას კითხულობთ და თქვენ თუ უსმენთ ყურადღებით წირვის დროს, სანამ პურსა და ღვინოს
ვაკურთხებთ, მანამდე ვთხოვთ მამას, რომ სულიწმინდა ღმერთი გარდამოავლინოს პურსა და ღვინოზე. მაგრამ სანამ ვთხოვთ, რომ სულიწმინდა ღმერთი გარდამოავლინოს პურსა და ღვინოზე, მანამდე ვთხოვთ, რომ სულიწმინდა ღმერთი გარდამოავლინოს ჩვენზე. ჯერ ჩვენზე და მერე პურსა და ღვინოზე. რას ნიშნავს? თუ ჩვენზე არ გადმოვიდა, პურსა და ღვინოზე გადავა, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ჩემზე უკვე ინდივიდუალურად თუ ჩემზე არ გადმოვიდა, მე ვერ ვარ ღირსეულად მიმღები უკვე გარდასახული პურისა და ღვინისა, ანუ ხორცისა და სისხლისა. ანუ მე თუ არ განმწმინდა ღმერთმა, მე ვერ მივიღებ პურსა და ღვინოს გარდასახულ ხორცსა და სისხლად, ვეღარ მივიღებ, იმიტომ რომ მისი მიღება იქნება ჩემი განკითხვა, ანუ ჩემი სასჯელის დასაწყისი. და რა შემთხვევაში შეიძლება მე სულიწმინდა ღმერთი მივიღო? რა შემთხვევაში? თუ ჩემი გული ამისათვის მზად არის, სიმდაბლით, მორჩილებით და მოყვასადმი სიყვარულის სურვილით, სხვანაირად და უფლისადმი ერთგულების სურვილით, სხვანაირად შეუძლებელია, რომ ესე იგი ჩემმა გულმა სულიწმინდა ღმერთი განიცადოს. და ამიტომ ჩემი ზიარება უკვე აღარ შეიძლება. მაგრამ ეს არ ვიცი, ჩემი გული განიწმინდება თუ არა. ამიტომ ერთადერთი გზა ისევ მჩება ღვთის შიში, რომ საკუთარი თავი კი არ ავიმაღლო და რაღაცა კი არ მეგონოს, არამედ მოვიდრიკო ღვთის წინაშე და უთხრა უფალს შემიწყალე, ცოდვილი ვარ უფალო. რომ რათა არა ამბორს გიყო ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი შემიწყნარე, ავაზაკი, რომელიც რას ამბობდა, მაგარი ვარო, რას ამბობდა ავაზაკი, ცოდვილი ვარო ამბობდა. იმის ღირსიც არა ვარ, ცხონდე, უბრალოდ შენ მომიხსენე უფალო. გესმით? რა არის ცხონების ფორმულა? რა ჩვენ გვავიწყდება და რა ჩვენ ხშირად ჩვენი გონების მიღმა გადის? და ასეთი ადამიანი ვერ არჩევს ქრისტეს უფლის სხეულს და უფლის რატო ვერ არჩევს? იმიტომ რომ ისწავლეთ ჩემგვარ და მშვიდვარ და მდაბალ გულით და მაგიურ რიტუალად აქცევს, გონია რომ შეჭამს. ყველაფერი კარგად იქნება და არაფერი არ იქნება კარგად. ეგრე იუდამაც შეჭამა. გესმით? და ჩვენ როგორც ადრე გითხარით, ჩვენ კი არ ვჭამთ და კი არ ვსვავთ ქრისტეს ხორცსა და სისხლს, არამედ აი ესე უფრო ვულგარულად რო ვთქვათ, ქრისტეს ხორცის მგლეჯავები და სისხლის მსმელები გამოვდივართ, ვიდრე ფაქიზად და შიშით მიმღებრი ამ საიდუმლოების. და ამიტომაც ნახე მე პავლე მოციქული ამბობს, ამიტომ თქვენ შორის ბევრია უძლური, ბევრი სნეული და ბევრიც ყვდება. და მე მინდა გითხრათ, რომ ფიზიკურად ვინ როგორ მოკვდა და როგორ მოკვდებით მე არ ვიცი. შოს ბრევშიც ბევრი გარდაცვლილა, მაგრამ ეს როგორ ხდება მე არ ვიცი, მე ხო ჩემთვის ღმერთს არ გაუხსნია, მაგრამ ერთი რას 100%-იანი ჩანს ხოლმე, აი 100%-იანი ჩანს არის ის, თუ ადამიანი უღირსად ეზიარება, და ერთ-ერთი მთავარი სწორედ ეს არის. არსებობს, რა თქმა უნდა, სასიკვდილო ცოდვებით რაც რო ეზიარებიან ადამიანი და როცა არ უნდა გაანკურნება, ეს ცალკე პრობლემაა. მაგრამ არის მეორე პრობლემა, როცა ადამიანს ამ პარტაუნული ხედვა დანარჩენებს, იცით რამდენი მაგალითი მაქვს ამისი? როცა ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ინტეგრირება მრევლთან, ნუ ესენია, ან ცუდებია, ან ბნელებია, ან ესე იგი უვიცებია, ან გაუზდელები, ან კულტუროები, ან უსიყვარულოები, ან ცოდვილები, რაღაც ესე, ან აზე არ არიან. აი ეს ახლა ამის ეს დეკლარირებას ყველა ესე კი ვერ ბედავს. და ესე კი ვერ ახდეს, მაგრამ ეს ხო იგრძნობა კაცო ადამიანს, ახლა ხო ეტყობა როგორი დამოკიდებულება აქვს, ხო? ასეთი ადამიანები თითქოს იწვალებენ, მერე მოდიან მამაო მინდა, როგორც კი ეზიარებიან, აი პირველივე თოვლივით ქრებიან საერთოდ ეკლესიიდან. თვეებით, წლებით და ზოგი სამუდამოდ. და რას ნიშნავს ეს? სულით კვდებიან. მათ აღარ აქვთ უნარი სულიერი ცხოვრების გაგრძელებისა. გესმით? ამიტომ ძალიან საშიშია და ამიტომ შეხედეთ თქვენ თავს, რამდენად სიმდაბლეში, რამდენად მორჩილებაში და რამდენად ცდილობთ, რომ ერთმანეთი გიყვარდე და თავი არ წამოწიოთ ხვებზე მეტად. და მე აგზელებს, რადგანაც ჩვენ თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხული, სანამ ღმერთი გაგასამართლებს, შენი თავი შენ თვითონ უნდა გაასამართლო, სანამ ღმერთი გაგასამართლებს. და განკითხულნი კი თუ გაასამართლებ, ანუ საკუთარ თავს უფლის მიერ განვისწავლებით, ანუ როცა შენ საკუთარ თავს ასამართლებ შიგნით, უფალი შენ გაზდას იწყებს, განსწავლას იწყებს და ქვეყანასთან ერთად აღარ განვიჯებით, ანუ ამას უფლის სულთან აღარ დაისჯები, გესმით? აი ეს აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ ეკლესიის ორგანული და ჯანმრთელი ნაწილნი ვიყოთ. ეს არის ის აუცილებელი პირობა. ამიტომ ვეცადოთ, რომ
პასუხისგებლობით მოვეკიდოთ ჩვენ სულიერ ცხოვრებას. პასუხისგებლობით მოვეკიდოთ იმ უდიდეს საიდუმლოებას, რომელიც გვიმარტივებს ქრისტესთან ყოფნას, მაგრამ უდიდესი პასუხისგებლობის წინაშე გვაყენებს. აბა ღმერთი რომ მოვიდა, გამარტივდა ხო კაცობრიობისათვის, არა მთელი კაცობრიობის მთელი ისტორია რა იყო ღმერთის ძიება. მოვიდა, გამარტივდა, რა კარგია, მიიღე, ჩაეხუტე, გესმის, ძმას გიწოდებს, უერთგულე, მაგრამ არა, ჩვენ მოვკალით და გაგვირთულდა. გაგვიმარტივა და ჩვენ გავართულეთ. აი, და დღეს სოფლიოში ხდება მასიურად. ეტა მანახა რა ნახა ამ სოფლიო ქრისტეზე უკეთესი, რა ნახა, რომელიც ასე გაშმაგებით, ეს სოფლიო გაშმაგებით ებრძვის, რომ ბოლო სადღაც წააწყდება ქრისტიანობას ამოძირკოს ბოლომდე ამოძირკოს. აგრესიული რელიგიების მიერ აღმოსავლეთში და დასავლეთში კიდე გაბატონებული ფსევდოღირებულებების, ანუ ცრუ ლიბერალიზმის მიერ, რომ როგორმე ბოლომდე მოსპოს. ამით ვერ ხვდება, რომ საკუთარ თავს ანადგურებს ადამიანური ცივილიზაცია. მაგრამ ჩვენ ქრისტიანებმა ხონა ვიცოდეთ, რომ ეს ასე ხდება და ჩვენ უნდა ხოლმე მივხვდეთ და გამოვხიზლდეთ, რომ ჩვენ გულში იგივე არ მოხდეს. და უერთგულოთ და ეს ერთგულებით, სიმდაბლით, მორჩილებით, ერთმანეთსადმი სიყვარულის მცდელობით გავლიოთ ეს წუთის ოფელი, რომ ცხონდეთ. რამე თუ ამისთვის დავიბადენით. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.